მარნეულის მუნიციპალიტეტს USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი ესტუმრა. USAID-ის პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ხელმძღვანელი ლორენს დომის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მომსახურების განვითარებაში დახმარებას. ასევე პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ სამოქმედო კანონმდებლობის გადათარგმნას აზერბაიჯანულ ენაზე, რათა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის სამოქმედო კანონმდებლობა მარტივად გასაგები იყოს. ზაზა დეკანოიძის განცხადებით კი მუნიციპალიტეტსა და USAID შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა იგეგმება. We think that it's very important. ჩვენი პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება, მარნეულის დახმარება მის შემდგომ განვითარებაში. ჩვენ გვინდა რომ მომავალშიც ვითანამშრომლოთ 28-29 თვის განმავლობაში, რადგან ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს შეთანხმება შედგა. მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობა იყოს ისეთ ენაზე ნათარგმნი, რომ მისაღები და გასაგები იყოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. სწორედ ამიტომ თარგმნეთ თვითმმართველობის კანონიდან საკანონმდებლო აქტები, რომელიც მათთვის საჭიროა ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს დაეხმაროს ეთნიკური უმცირესობას ქართული ენის გაუმჯობესებაში, რათა მათ მოახერხონ იმ დანარჩენი კანონმდებლობის ადვილად გაცნობა, რომელიც ნათარგმნი არ არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა დღეს USAID-სა და ჩვენ შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განახორციელებენ ჩვენთან ერთად, რაც ძირითადად ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობაში ჩართვას, ესე იგი თვითმმართველობის გაძლიერებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილებების გაზიარება, მათ მიერ იქნება გადამზადებული ჩვენი თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლების ინტერესს გამოხატავს და ჩვენ ვფიქრობ, ყოველი ასეთი პროექტი მიცემს საშუალებას, რომ უფრო ღია იყოს თვითმმართველობა, უფრო ორიენტირებული იყოს საზოგადოებაზე და ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება ამ საკითხებში და ჩვენ ვითანამშრომლებთ აქტიურად. განათლების სამინისტროს დახმარებით ქართულ და არაქართულ სკოლების მეგობრობის პროექტში ჯანდარის, წავკისის, ტაზიკენტისა და წინუბნის საჯარო სკოლები ჩაერთო. თავდაპირველად მოსწავლეები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ Facebook-ის საშუალებით. შემდეგ საერთო ექსკურსია მოეწყო. ამ ექსკურსიაზე უკვე მოსწავლეებმა იცოდნენ, ვინ ვისი მასპინძელი იქნებოდა და ვინ ვისი სტუმარი. ჯანდარის საჯარო სკოლა სტუმრობდა წინუბნისა და წავკისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ოჯახებს. უაღრესად კმაყოფილები დაბრუნდნენ, რადგანაც პროექტი მოიცავდა არა მხოლოდ ოჯახებში სტუმრობას, არამედ სასკოლო პროცესში მონაწილეობის მიღებასაც. ბუნებრივია აზერბაიჯანული ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეების ქართულ სკოლაში სასწავლო პროცესში მონაწილეობა ბუნებრივია მათთვის აკადემიური კუთხითაც და ზოგადად ქართულ თანატოლებთან ინტეგრაციის მიზნით ბუნებრივია უაღრესად შედეგიანი იყო. განახორციელეთ ძალიან ბევრი ღონისძიება, ამ ღონისძიებების გახორციელება ხელი შეუწყო მათ დაახლოებას ერთმანეთის ინტერესების, ტრადიციების შესწავლას. ბავშვებმა ძალიან ბევრი ცოდნა შეიძინეს, გაიღრმავეს მარაგი ქართული ენის ლექსიკაში. ერთი სიტყვით პროექტი ძალიან წარმატებით გახორციელდა. წავკის საჯარო სკოლიდან 12 კლასელი ვიყავი. სტუმრად ტაზაკენტის საჯარო სკოლის ბიჭისთან, სადაც გავიცანი მისი ოჯახი, მისი მეგობრები. დავდიოდი ერთი კვირის განმავლობაში ის სკოლაში ძალიან მომეწონა მათი კულტურა, ყველაფერი. არ ძალიან კმაყოფილი. მან წავკიშია ვიდებ მოვდა. მე წავკიში ვიყავი, ქაურობაც და სკოლაც ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ წავკისის ბავშვებს ვესტუმრეთ და კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ეს ძალიან ამაყი და გახარებული ვარ, იმის რომ ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა. სკოლების დამეგობრების ფარგლებში ბოლო შეხვედრა წინუბნის საჯარო სკოლაში მოეწყო. სკოლაში ბავშვებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს, ასევე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ლექსების სიმღერები და ცეკვებიც წარმოადგინეს.
აშურის დღესასწაული მარნეულის ყველა მეჩეთში აღინიშნა. ამ დღეს მუსლიმანმა მორწმუნეებმა სანთლები აანთეს და დაპირებული შესაწირი შესწირეს. დღევანდელ დღეს ხალხს აქ დაპირებული შესაწირი მოაქვთ. სპეციალურად ამ დღისთვის მეჩეთში მოვედი. დილიდანვე უკვე მე-10 ცხვარს ვწირავთ. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სანთელი ამენთო. მინდოდა რომ ჩემთვის სახლი ჰქონოდა. ეს თხოვნა შემისრულდა, ამიტომაც სანთელით დავანთე და ტკბილეულით შევწირე. 1375 წლის წინ მაჰარამისთვის მე-10 დღეს მოციქულ მუჰამედის შვილიშვილი იმამ ჰუსეინი ერაყის ქარბალის ველზე 71 მებრძოლთან ერთად გმირულად დაიღუპა. ქარბალის ველზე იმამ ჰუსეინთან ერთად 70 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. მაშინდელ ხალიფას იბნ იაზატის 30,000-დან ლაშქარმა შეიწირა ამ ადამიანების სიცოცხლე. ამის შემდეგ მსოფლიოში ყველა ადგილზე, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ, ეს დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული. იგი მთვარის კალენდრის მიხედვით აიცვლება და წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნება. აშურის დღის შემდეგ მუსლიმანური სამყარო ქარბალის ველზე დაღუპულ ადამიანებს 40 დღის განმავლობაში იგლოვებს. ეს კი ამ წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლის იანვრამდე გაგრძელდება. მარნეულის ცენტრალურ მეჩეთში მისვლის შემდეგ იქ შეკრებილი მორწმუნეები სეიდების ოჯახს სტუმრობდნენ. ეს ოჯახი იმით გამოირჩევა, რომ ისინი მუჰამედის შთამომავლები არიან, რაც მარნეულში მცხოვრები მუსლიმანებისათვის თავიდან დაუჯერებელი იყო. პირველად როცა სეიდების ოჯახის პირველი წევრი მარნეულში ჩამოვიდა, არავის არ სჯეროდა, რომ ის მუჰამედის შთამომავალი იყო, მაგრამ იგი მძიმე ავადმყოფებს არჩენდა და ამ სასწაულების შემდეგ ხალხმა შეიყვარა. იმის შემდეგ, რაც ეს ოჯახი გამორჩეულად ითვლება და მუსლიმანებმა ისინი მუჰამედის შთამომავლად აღიარეს, სტუმრების რიცხვი მათ ოჯახში უფრო გაიზარდა. სეიდების ოჯახი იმითაც გამოირჩევა, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავიანთი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ამის სანახავად კი მათ ოჯახს უამრავი უცხო ადამიანი სტუმრობს. უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი ამ ოჯახში დადის ცხვარს კლავენ და ლოცულობენ. ძალიან ბევრს თხოვნად შეუსრულდა, ბევრს შვილიც გაუჩნდა, ამიტომაც მუსლიმანი მორწმუნეები აქ ყოველწლიურად იკრიბებიან. ამჟამად სეიდების ოჯახის წევრების საფლავებზე სალოცავი შენდება. რასიმ ისმაილოვის განცხადებით, მალე ეს ადგილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანი მორწმუნეებისათვის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი გახდება. წარმატებები მარნეულში კვლავ გრძელდება. ამჯერად უკვე თბილისში კინგბოქსში ჩატარებულ ტურნირზე მარნეულიდან 5 სპორტსმენი წარსდგა. რთული შეხვედრის მიუხედავად სპორტსმენებმა შეძლეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მარნეულელი სპორტსმენები ახლა უკვე 11 დეკემბერს თბილისში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადებიან. 4 დეკემბერს ჩატარდა თბილისის პირველობა კიკბოქსში. მონაწილეობდნენ 180-მდე სპორტსმენები. გავიყვანეთ 5 მონაწილე, 5-დან 5-ვე მიიღო პირველი ადგილი. ავიღეთ მედლები, დიპლომები, ძალიან მოხარულები ვართ. ვცდილობთ, რომ შემდეგშიც გავაგრძელოთ ისევ და ისევ მოგებები. 11-ში ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი, ჩამოვა 5 ქვეყანა. ვეცდები, რომ გავხდეთ პირველები და მოვიგოთ. შეჯიბრი ჩატარდა თბილისში, მოგეხსენებათ ეს იყო თბილისის პირველობა. მე გამოდიოდი 77 კილოგრამ წოდების კატეგორიაში, მომიწია 3 ჩხუბი, 3-ვეში გავიმარჯვე. ღირსეული მოწინააღმდეგეები შემოხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გავიმარჯვე, ძალიან გახარებული ვარ და იმედია მომავალშიც უფრო მე ჩემთვის მოვიგებ. შეხვედრა იყო თბილისის ჩემპიონატი და მე პირველი ადგილი ავიღე და ვიქნები თბილისის ჩემპიონი. მე პირველი ადგილი ავიღე თბილისში. თბილისის ჩემპიონი გავხდი. მინდა რომ ესე სულ გავაკეთე.